პროფესიული უნარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია არის. ფარგლებშიც 2024 მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოირჩეოდა. ასევე ამბიციური გეგმები აქვს სააგენტოს 2025 წელს. მესამ თემის შესახებ ჩვენი სტუმარი პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ქალბატონი ირინე მარგიშვილი გვიამბობს. ახლა ის შემოგვიერთდება ჩვენ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ირინე, მოგესალმებით, რომ მოხვედით ჩვენთან და ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ვიცით, რომ პროფესიული უნარების განვითარების სააგენტომ მასწავლებელთა პროფესიული გაძლიერების კუთხით რამდენიმე ევროპის წამყვან ქვეყანაში პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტი განახორციელა. მოდით მეტი გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. შარშან 2024 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები. გაემგზავრნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს სასწავლო კურსები იყო სპეციალურად ჩვენი მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული და შედგენილი. სადღაც 60 მასწავლებლამდე მიწვდა ეს შესაძლებლობა, 60 მასწავლებელმა გამოიყენა შარშან და დაგვიბრუნდნენ ძალიან კმაყოფილები. ჩამოგვიტანეს ცოდნა სიახლეები დარგში და პედაგოგიკაშიც და რაც მთავარია, აქ მყოფ მასწავლებლებს გაუზიარეს და რამოდენიმე მათგანმა კიდევაც დანერგა სასწავლო პროცესში ის სიახლეები, რაც საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტების დროს მიიღო. წელსაც იგეგმება, რა თქმა უნდა, აღნიშნული სასწავლო ვიზიტები ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის და აღსანიშნავია, რომ ზუსტად ეხლა დღეს ღამე მოფრინავს ერთი ჯგუფი, მხოლოდ ეს არ გახლავთ მასწავლებლების ჯგუფი, ეს არის კოლეჯების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჯგუფი. რადგან პროფესიული უნარების სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება არის კოლეჯების ინსტიტუციური გაძლიერება. შესაბამისად, ჩვენ მივეცით საშუალება კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ ასევე მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში. ქალბატონო ირინე, რა განაპირობებს პროექტის მდგრადობას და გარდა ვიზიტებისა, რა გეგმები გაქვთ 2025 წელს? რო გვიამბოთ ამის შესახებ. მოგახსენებთ, პროექტის მდგრადობაზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ მნიშვნელოვანი არის ზუსტად ის წინაპირობა, როდესაც ჩვენს მასწავლებლებს ვუშვებთ საზღვარგარეთ ამ სასწავლო ვიზიტებზე, რომ მათ აქვთ ვალდებულება, ასე ვთქვათ, რომ ჩამოიტანონ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება აქ და გაუზიარონ აქ მყოფ მასწავლებლებს, ვინც ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება. და ეს არის გაგრძელებადი პროცესი, რა თქმა უნდა, წელსაც ისევ გეგმავთ, რომ მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს. გეგმებს რაც შეეხება პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს არაერთი გეგმა. გარდა სასწავლო ვიზიტებისა, ჩვენ წელს, უბრალოდ 2024 წელს პირველად საქართველოში მოეწყო პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული და ჩვენ გვყავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 12 ქვეყნიდან მონაწილეები და მინდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ არ ვსწავლობთ მათგან, არამედ აი რა მიგნებებია ამ მიმართულებით, ქალბატონო ირინე, აი რა შედეგებზე გახვედით ამ კვირეულის ფარგლებში? დიახ, გეტყვით, გაძლიერდა პარტნიორობა და პარტნიოროთ როგორც ჩვენი კოლეჯები, ასევე უცხოეთიდან ჩამოსული კოლეჯები, მათ შორის ჩინეთიდან იყვნენ ჩამოსულები და აღფრთოვანებულები წავიდნენ ჩვენი პროფესიული განათლებით და დღეს უკვე ამ პროცესს აქვს გაგრძელება ის, რომ საერთო ერთობლივი პროგრამები დგება და თანამშრომლობის პროექტები დგება იმ უცხოურ კოლეჯებთან, რომლებიც ასე შედეგია ერთგვარი ამ კვირეულის. დიახ, შედეგი გახლავთ. წელსაც ვაპირებთ გაზაფხულს, ოღონდ კიდევ უფრო მასშტაბური გვინდა რომ გავაკეთოთ ეს კვირეული. ვიწვევთ სტუმრებს ასევე როგორც ევროპიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან. არჩეული გვაქვს თემა, სხვა რამოდენიმე თემა, ეს არის მოდა და მშენებლობა და წარმოება და მანქანის შეკეთება და რა თქმა უნდა ამ ხრივ ჩინელები მოწინავეები არიან და ძალიან დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ველოდებით მოკლედ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ კვირეულს. ქალბატონო ირინე, როგორც ვიცით, საქართველო
საქართველო ემზადება უნარების საერთაშორისო კონკურსის World Skills-ის შესატარებლად და თუ არ ვცდები, ჩინეთში უნდა გაიმართოს შანხაიში. აი, როგორ ამბობთ ამის შესახებ? როგორ ემზადებით? რა შედეგს ველით ამ კონკურსისგან? საერთოდ როდის იქნება და საერთოდ რას ნიშნავს აი ამ კონკურსის ჩატარება? კი ბატონო, საქართველოს არის World Skills საერთაშორისო კონკურსის წევრი. ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი უნარებში. 2024-ში ჩატარდა ლიონში ეს შეჯიბრის სასწაული სანახაობა იყო, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გამოტანილი ქონდა სხვადასხვა უნარები და არის შეჯიბრი ქვეყნებს შორის და მონაწილეებს შორის და მართლაც საოცარი სანახაობა არის და იქ მონაწილეობა რა თქმა უნდა გარდა იმისა, რომ თქვათ სიამაყის გზნობაა და პრესტიჟი არის, გარდა ამისა მოგვაქვს იქიდან ნოვაციები, ახალი ცოდნები, უნიკალური სიახლეები, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მოწინავე ქვეყნებიდან ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ამიტომ იქ მონაწილეობა არ არის მხოლოდ გამარჯვებისთვის მონაწილეობა, არამედ ძალიან დიდი გამოცდილების მიღება არის. მზადება არის ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი, იმიტომ რომ ეს კონკურსი ტარდება წელიწადში, 2 წელიწადში ერთხელ. 2027-ში როგორც ბრძანეთ, იგეგმება შანხაიში, უზარმაზარ ტერიტორიაზე. უკაცრავად 2027-ში. 27-ში. დიახ, 2027-ში, დიახ, მაგრამ გვაქვს მოსამზადებელი პერიოდი არის ესეთი, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეროვნული კონკურსი, ეს მითითება არის თვითონ ამ კონკურსის წინაპირობა არის. გაგვაქვს 3 ნომინაცია. ეხლა მიმდინარეობს შერჩევა ნომინაციების და უნარების, რომელი უნარი გავიტანოთ. არის საუბარი, რომ შეიძლება გავიტანოთ კულინარია, მოდის ტექნოლოგია და ვნახოთ მესამეს რას შევარჩევთ. დიახ, ჯერ მომემზადებით ეროვნული კონკურსისთვის, ეროვნულ კონკურსზე გამოვლენილი გამარჯვებულებს მერე ეყოლებათ მენტორები, ასევე საერთაშორისო მენტორების მასტერკლასებიც ექნებათ, ანუ ემზადებიან უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად. უკაცრავად აი მენტორები ახსენეთ, მენტორებმა გაიარეს გადამზადება დამატებითი თუ არ იყო საჭირო, როგორ ხდება ეს არჩევა, თქვა შერჩევა მენტორების? კი ბატონო, მენტორების დიან რა თქმა უნდა გადამზადებას მთლიანად ამ კონკურსისთვის მზადების პროცესში არის მჭიდრო კავშირი World Skills წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ისინი უკარნახობენ დავალებებს, ისინი უკარნახობენ რაში უნდა გადავემზადოთ, იგივე მენტორებმა რა ცოდნა უნდა აიღონ, რომ შემდგომ ასწავლონ ახალგაზრდებს და ავარჯიშონ იმ მიმართულებით რა მოთხოვნებიც არის მსოფლიო კონკურსზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები. აი უკაცრავად მოთხოვნები ახსენეთ, ხო? რა მოთხოვნებია? მოთხოვნები როგორ დგება, ანუ როგორია აი ეს სპეციფიკა, ასე ვთქვათ, აი შერჩევის მოთხოვნები, ვთქვათ, აი წელს არის პრიორიტეტული, ვთქვათ, ეს მოთხოვნა. როგორ დგება, როგორ ხდება შერჩევა ამ მოთხოვნების? თვითონ ნახეთ მოთხოვნას, თუ იმას მეკითხებით, თუ სწორად გავიგე თქვენი კითხვა, მოთხოვნას ადგენენ პირობითად ავიღოთ კულინარია, ვთქვათ, ხომ? ეს მოთხოვნები დგება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ანუ იქ რა სტანდარტებითაც, ვთქვათ, არის მაღალი კლასის ტექნოლოგიების გამოყენება პირობითად კულინარიაში, აი სწორედ იმას გვთავაზობს კონკურსი, რომ აი იმ მიმართულებით მომემზადოთ ჩვენს, ანუ ეს მაინც მსოფლიო ტრენდები და ნოუ-ჰაუზე დაფარებული. გისმინეთ დიდი ხანი, იმიტომ რომ გამეგო თქვენი წარმატებული პროექტების შესახებ, რომ მე კითხვა დამესვა. კარგია, რაზეც ისაუბრეთ, მაგრამ აი მაყურებელი რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს, ან პედაგოგი, ან ადამიანი იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, შეიძლება იყვნენ დაინტერესებული. რა არის თვითონ სააგენტო? გავიგეთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტო, მაგრამ რას აკეთებს? ძალიან საინტერესო კითხვა არის. დიახ, მოგახსენებთ. სააგენტო დავიწყოთ იქედან, რომ დაფუძნებული არის განათლების სამინისტროსა და სამრეწველო სავაჭრო პალატის მიერ და ჩვენ გვაქვს ზოგადად უნარების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით ვმუშაობთ და მრავალ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კერძო საჯარო პარტნიორობის გზით ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. და ნუ რა თქმა უნდა ადამიანური კაპიტალი ანუ აქ მარტო პედაგოგები არ შედის.
არა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულება, კერძო საჯარო პარტნიორობა, ანუ ბიზნესთან მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ხიდი ვართ გარკვეულწილად ჩვენ საჯარო სექტორსა და კერძო სექტორს შორის, რომელიც ამყარებს ეფექტურ თანამშრომლობას, იმიტომ რომ პროფესიული განათლება თავისი არსით არის სამუშაოზე დაფუძნებული განათლება. თუ კი დარგი არ გყავს აქ ჩართული, წარმოუდგენელია. აი, მაგალითად, აი, მარტივად ავხსნათ, თუ კი თქვენთან მოხდება მასწავლებელი, მის უნარებს როგორ განავითარებთ? ნახეთ, მასწავლებლები უკვე არსებობენ სისტემაში, ანუ კოლეჯებში ასწავლიან და ჩვენ გვაქვს მხარდამჭერი მექანიზმი იმისთვის, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია ამაყდეს. დიახ, შესაძლოა. ეს არის ვალდებულება. გააჩნია ადგილზეც გვაქვს ჩვენ ტრენინგები, შესაბამისი გადამზადებისთვის. ეს მასწავლებლებისთვის არის ვალდებულება, რომ გადამზადება გაიარონ თუ ეს არის, თქვათ, მათ ნებაზე დამოკიდებული. კარგი, კითხვამდე მივედით, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი არის მათ ნებაზე დამოკიდებული, მოდი ეს კარგი შესაძლებლობას ვაძლევთ. კონკურსის პირობები შესაბამისად ვარჩევთ და არ არის ისე, რომ თქვათ, ქოლია, ვისაც გინდათ მობრძანდით, არამედ ტარდება კონკურსი და ირჩევიან მე წარმატებული მასწავლებლები და ისინი მიდიან საზღვარგარეთ, ხოლო ადგილობრივ ლოკალურად გადამზადებას რაც შეეხება, ჩვენ ახლა მივიღეთ პროფესიული განათლების მასწავლებლის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მოაწესრიგებს მთლიანად მასწავლებლის სამუშაო პროცესებს და პირობებს. აი, სწორედ ამ წესის შესაბამისად უკვე შედის ძალაში 2026-დან, რომ ვალდებულება ექნებათ, რომ გარკვეული გადამზადებები გაიარონ. ეს როგორც კრედიტ ქულები, რაღაც სხვადასხვა პროფესიებში რო ეთვლებათ, ასე უნდა მოაგროვონ ამ ვალდებულებებს. თქვენ ახლა მიდიხართ უკვე სასჯარო სკოლის მასწავლებლებისკენ. არა, სხვათა შორის, აი ეგეთი გამოცდილება ქულებზე დაყრდნობილი არ იქნება, რანგებზე დაყრდნობილი არ იქნება, აქ არის უფრო მარტივად საქმე, უბრალოდ ვალდებულება ექნებათ, რომ პედაგოგიკაში გარკვეული ტრენინგები ხო, იმის გადამზადებულების მასწავლებელმა ხო. და კიდევ ერთი, როგორ უნდა მოხდნენ ანუ თქვენთან აი ამ ცენტრში სააგენტოში? მასწავლებლები, ჩვენ ვაცხადებთ კოლეჯებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენს ქვეყანაში არსებულ კოლეჯებთან ვაცხადებთ ჩვეულებრივად call-ს, ასე ვთქვათ, ვაწვდით ინფორმაციას, რომ იგეგმება, გვაქვს კონკურსი და თან ჩვენი პრიორიტეტი და აუცილებლად მნიშვნელოვანი, რომ ყველა კოლეჯის მასწავლებელი დავფაროთ, მაქსიმალურად ყველას მივაწვდინოთ. შესაბამისად, ამათ აქვთ ინფორმაცია და მე მარტივად გვიკავშირდებიან, ან განაცხადს გამოგვიგზავნიან ხოლმე. ერთი ესეთი კითხვა მექნება, შეიძლება ცოტა ესეთი პროვოკაციული ელფერი დასდოს, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე კარგად თქვენ გეცოდინებათ ამაზე პასუხი. თქვენ ახსენეთ უნარები და ადამიანური კაპიტალი. რამდენიმე თვის წინ იყო რაღაც საერთაშორისო გამოკითხვა, არ ვიცი რამდენად სწორი იყო, რომ თქვა წაკითხulis გააზრების თვალსაზრისით საქართველოს იყო ერთ-ერთი დაბალ ადგილას. აი ჩვენი ქვეყანა უნარები და ადამიანური კაპიტალი ზოგადად როგორ შეაფასებთ მის მდგომარეობას, როგორ საფეხურზეა ქვეყანა? ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, თქვენ ახლა რა გამოკითხვაც პიზას გამოკითხვა იკითხა. ვიცი. მოდით მაგაზე მე მაინც არ ავიღებ პასუხს. არა, ეგ მაგ შორს არის. ხო, თუმცა მაქვს ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის, თქვათ, ისე ცუდ მდგომარეობაში, როგორც ეს ხმამაღლა ჟღერს. რაც შეეხება უნარების მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ აი წეგან ტყულა არ ვახსენე, რომ ჩვენ არ ვიღებთ მარტო გამოცდილებას სხვა უცხოური ქვეყნებისგან, არამედ ჩვენთან ჩამოსული საერთაშორისო კვირეულზე მონაწილეები აღფრთოვანებულები იყვნენ იმ სწავლების მეთოდებით, იმ გარემოთი და იმ უნარებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მეც მგონია, რომ ქართული ხალხი ახლა უნარიანი ხალხია. ნამდვილად, ეხლა ვერ მოვიტყუებთ თავს და არის დეფიციტი კადრების რიგ პროფესიებში და რიგ სფეროებში, რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო მასშტაბითაც ესეა და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. განსაკუთრებით მთას პედაგოგი უჭირს. კი, გეთანხმებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები თუ შევადარებთ, არ ვიცი, რაღაც 10 წლის წინ ჩვენს უნარების, თქვათ, ეკოსისტემას, ჩვენ ქვეყანაში წელს ვიტყოდი, რომ ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა არის. ერთის მხრივ, იმიტომ რომ პოპულარობაც იზრდება, მეორეს მხრივ ამ ახალგაზრდებმა უფრო უკეთ იციან ხოლმე რა უნდათ და თუ კი ირჩევენ პროფესიულ განათლებას, ისინი გააზრებულად ირჩევენ ხშირ შემთხვევაში და შემდგომ საქმდებიან კიდევაც. ქალბატონო, გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია ამ სააგენტოს არსებობა ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს პროფესიული განათლება
და განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის დასახელებული. თუმცა ისიც რა მაინტერესებს, აი ბოლოს რო შევაჯამოთ, უკვე მთავრდება პრინციპში ჩვენი გადაცემის დროს და აი რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. გასაგებია ვთქვათ ეს სწავლება, ვიზიტები, საერთაშორისო ვიზიტები, კონკურსები, თუმცა აი ხელშესახებ შედეგებს რამდენად ელით, რამდენად გრძნობთ, რამდენად ხედავთ და რამდენად მალე აისახება, ასე ვთქვათ, გადამზადებულ აი ამ ვთქვათ თანამშრომლებში, არ ვთქვათ ადამიანებში, რამდენად აისახება, ვთქვათ, აი ეს შედეგი სწავლების. რამდენად მალე. კონკრეტულად თუ გლობალურად საუბრობთ, თქვა პროფესიულ განათლებაში შედეგებზე როდის გავალთ, ეს ცოტა ესეთი რთული და საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ პირველ რიგში განათლების სხვადასხვა საფეხურთან შედარებით ყველაზე მალე შედეგი სწორედ პროფესიულ განათლებაში შეიძლება მიიღოთ, ვიდრე ზოგადში ან უმაღლესში. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის იმედს, რომ სწორი და ეფექტური მუშაობის და რა თქმა უნდა რაღაც გარემო პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უახლოეს წლებში გავიდეთ შედეგზე, თუმცა ძალიან რთული ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეს არის განგრძობითი პროცესი, ეს არის განათლება, ეს არ არის, არ ვიცი, ბიზნესი, რაღაც ისე დაატრიალებ და მალე შედეგი გექნება. კი ბატონო, მაგრამ აი ნინოს კითხვას უფრო განვაგრძობ, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან სწორი რაკურსით წაიყვანა. ჩემი მშობლების თაობაში ძალიან პოპულარული იყო უმაღლესი განათლება. ახლა ვხედავთ, რომ ასე არ არის პროფესიულ განათლებაზეც რისი დეფიციტი გქონდა. მაგალითად, კირით ხურო ქვეყანაში იპოვა პროფესიონალი ძალიან ძნელია, ისევე როგორც დურგალი. აი ამ თვალსაზრისით რა ტენდენციებს ხედავთ? რას ხედავთ თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალგაზრდობამ უკვე უკეთესად იცის. საითკენ მიდის ჩვენი ახალგაზრდობა? ინტერესია გაზრდილი, ასე ვთქვათ, რომ უმაღლესი განათლება დღეს ვთქვათ არ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორც პროფესიული განათლებაც ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც მთლად ვერ გაუთანაბრდა, თუმცა კი, არა, ნამდვილად ჯერ ვერ გაუთანაბრდა და კიდევ ჩვენს მენტალობაში ჩარჩენილი არის ის, რომ აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა გქონდეს, თუმცა საგრძნობად გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამას გარდა მოგახსენებთ იმას, რომ ჩვენ განათლების სამინისტროს ინიციატივით პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამები შევიდა სკოლაში. შარშან შევიდა 20 საჯარო საპილოტე სკოლაში და წელს კიდევ იგეგმება რომ გაიზარდოს რიცხვი. აი ამის შედეგებსაც თუ დავაკვირდებით, მინდა გითხრათ, რომ სულ მოწინავე ბავშვებმა აირჩიეს პროფესიული განათლება, რომელიც ოქროს მედლებზე გადიოდნენ. ამიტომ აი ამითი შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს ის კი არ არის, რომ კი, ვინც არ სწავლობდა სასწავლებელში, მიდიოდა რაღაცა საბჭოთა რაღაც ის ტაბუ ის იყო, რაღაც კლიშეები უასრო. დიახ, ეს ნამდვილად მოხსნილია. გადავიდნენ საუკეთესო ბავშვები და შედეგები არის ძალიან კარგი. ძალიან კარგია, ჩვეულებრივი. კი, ამიტომ ცნობიერება იზრდება, მიმართულება იზრდება და იმედოვნებთ, რომ ყველაფერი თავისუფლად. ძალიან მადლობა და ძალიან კარგია ამ სააგენტოს არსებობა. რა თქმა უნდა. აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან, მოგვიყევით თქვენი სააგენტოს შესახებ. პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილი იყო ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.